მოგესალმებით, ვფიქრობ, რომ პირდაპირ ეთერში ვართ. მოგესალმებით, ვეკახავართ ცირა ბარქაია. დღეს ისევ მე მაქვს შესაძლებლობა, რომ ვისაუბრო ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემატიკაზე, რომელიც წინასწარ დავაანონსეთ, თუმცა სანამ დავიწყებდეთ ამაზე საუბარს, ტრადიციულად ჩვენს, ასე ვთქვათ, ერთგულ მსმენელებს დაველოდოთ, მაყურებლებს და 1-2 წუთის შემდეგ დავიწყებთ აქტიურად, გავაჟღერებთ თემასაც და გავაჟღერებთ, ვისაუბრებთ იმაზე, რაც თუ იმ 12 მიზეზზე, ასე ვთქვათ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეზო და გავიხსენოთ, რატო არის მნიშვნელოვანი ეზოში თამაში ბავშვების ჯანმრთელი განვითარებისათვის. კარგით, ჩვენ ხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი გვიყურებს უკვე და ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან სხვა დაინტერესებული პირებიც, იმედია. ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ ეს არის მშობლის ტკივრის პლატფორმა, რომელიც არის ორგანიზაცია MAC Georgias მიერ შექმნილი და ორგანიზებული. ეს პირველ რიგში ემსახურება საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ბავშვთა მშობლებს თუ დაინტერესებულ სპეციალისტებს, თუმცა როდესაც ადრეულ განათლებაზე და ადრეულ ინკლუზიურ განათლებაზე ვსაუბრობთ და ზოგადად ადრეული ასაკის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ძირითადად ჩვენ ვეხებით ყველა ბავშვის განვითარების ხელშეწყობას, იქნება ეს შეზღუდული შესაძლებლობის, საგანმანათლებლო საჭიროების თუ ტიპური განვითარების მქონე ბავშვი და როდესაც ადრეულ ასაკზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში აქცენტი არის გაკეთებული დაბადებიდან 8 წლამდე ასაკის ბავშვების განვითარების თავისებურებებზე. თუმცა თვითონ მშობლის ტკივრის პლატფორმა ცხადია არ ფარავს მხოლოდ ადრეული ასაკის მქონე ბავშვების საკითხებს, არამედ სხვადასხვა მიმართულებით, რაც ეხება ყველა ასაკის ბავშვის განვითარების ხელშეწყობას, სხვადასხვა სპეციალისტები საუბრობენ, ხან მოწვეული, ხან ჩვენი ორგანიზაციის MAC Georgias-ი და შესაბამისად იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთგული მაყურებელი და მსმენელი უყურებს ხოლმე ჩვენს ლაივებს, ან ლაივის ჩანაწერებს, მოგეხსენებათ, რომ ყოველი, ასე ვთქვათ, ლაივის დასრულების შემდეგ ავტომატურად ყველა ლაივის პირდაპირი ჩართვის ვიდეო ჩანაწერი იდება მშობლის ტკივრის პლატფორმაზე. კარგით, დავიწყოთ დღევანდელი თემის შესახებ საუბარი. როგორც იყო, ასე ვთქვათ, დაანონსებული, ჩვენი თემა არის, რომ ეზო ავითარებს და აძლიერებს ბავშვს და ვისაუბრებთ აქცენტს გავაკეთებ იმ 12, ასე ვთქვათ, შევკრავ 12 მიზეზის სახით, რატომ უნდა გავიხსენოთ ყველამ, რომ ეზოში თამაში არის აუცილებელი. ეს არ არის და ჩვენ წინა ლაივებზეც ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ თამაში არის ადრეული ასაკის ბავშვის სწავლისა და განვითარების მთავარი სტრატეგია. ეს არ არის მხოლოდ რომ ბავშვი გაერთო და ეხლა მოდი რაღაცა დავუგეგმოთ მას იმისათვის, რომ ის განვითარდეს, რაღაცა სამეცნიერო აქტივობები, გაკვეთილები და ასე შემდეგ. ჩვენ რამდენჯერმე და მრავალ გზის გავაჟღერეთ, რომ თამაში არის ის მთავარი სტრატეგია, რომლითაც ბავშვი ვითარდება და სწავლობს, შეიმეცნებს და აღიქვამს სამყაროს. ამიტომ ეხლა ეს ყველაფერი უნდა ჩავსვათ იმ კონტექსტში და შევხედოთ ამ პროცესს, ანუ თამაშის როგორც განვითარებისა და სწავლის პროცესს, ეხლა ეზოს კონტექსტში და გავიხსენოთ და ყველას გვაქვს მე მგონი გასახსენებელი ეს იმ ხრივ რომ დავუშვათ მშობლები რამდენად უშვებენ ბავშვებს ეზოში დღის განმავლობაში, ხშირად კვირის განმავლობაში, ხშირად აქვს თუ არა ბავშვები თვითონ ამ თანამედროვე ციკლ სამყაროში რამდენად
არიან დაინტერესებული, რომ ეზოში იყვნენ, ითამაშონ, აღმოაჩინონ გარემო, ბუნებრივ გარემოსთან კონდეთ ურთიერთობა და ასევე აქცენტს გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, სკოლამდელ დაწესებულებებთან მიმართებაშიც. მე უფრო ძირითადად შევეცდები, რომ გავაჟღერო ის მნიშვნელოვანი დეტალები, რაც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ და თუ დაუშვათ კვლავაც ხედავენ მშობლები ან იღებენ ესეთ უკავშირს სკოლამდელი დაწესებულებებისგან, სკოლამდელი დაწესებულებებისგან, რომ დაუშვათ ხედავენ, რომ ბავშვები ეზოში არ არიან, არ გაყავთ დღის განმავლობაში ერთხელ მაინც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამასთან დაკავშირებით მშობელს ჰქონდეს მკაფიო პოზიცია, რომ აუცილებელია მათი შვილი ამინდის მიუხედავად გადიოდეს ეზოში. ხშირად არის, აი ამითი დავიწყებ პრინციპში, რომ ხშირად არის ხოლმე, როდესაც უკვე ესე დამკვიდრებულია, რომ მაინდა-მაინც აი გადასარევი არაჩვეულებრივი მზიანი ამინდი უნდა იყოს იმისათვის, რომ ბავშვი ეზოში ჩავიდეს, ან ბაღმა ბავშვი ეზოში გაიყანოს და ამასთან მიმართებაში მინდა აღნიშნო, რომ ეს სკანდინავიელებს, ნორვეგიელებს აქვს მაგალითად ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი ფოსანი გამონათქვამივით, რომ არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს ამინდისათვის შევსაბამო ჩაცმულობა. ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვს შესაძლებლობა ჰქონდეს ყველანაირი ტიპის შედარებით მოღრუბლული იქნება, წვიმიანი იქნება, ცხადია ხა ესეთი ამინდი არ უნდა იყოს, სადაც ბავშვს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მაგრამ მნიშვნელოვანია მზიანი ამინდი იქნება, ოდნავ წვიმიანი თუ შედარებით მოღრუბლული ცივი ამინდი, ამ შემთხვევაშიც ზამთარ, ზაფხულ, შემოდგომა გაზაფხულზე ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ეზოში ყოფნის. ამაზე ცოტა ჯანმრთელობის მხრივ კიდევ გავაკეთებ ცოტა ბოლოსკენ აქცენტებს, თუმცა დავიწყებ ისევ და ისევ განვითარების თავისებურებების მიხედვით საუბარს და პირველი მიზეზი, რატომაც არის მნიშვნელოვანი, რომ თამაში ეზოში აუცილებელია, არის ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა. ანუ გარე თამაში ბავშვებს საშუალებას აძლევს იმოძრაონ ბევრი, ირბინონ, იხტუნაონ, შესაბამისად განვითარონ მსხვილი მოტორიკა, ხო, ფეხის კუნთები, ხელის კუნთები, იმოძრაონ ბევრი და ასევე მსხვილი მოტორიკის გარდა განვითარონ კოორდინაციის უნარი. ძალიან ხშირად არის ხოლმე, როდესაც ბავშვები, მაგალითად იგივე საქანელაზე, ქანაობა, აიწონა დაიწონაზე, თანაობა, ეს ისეთი გარდა იმის, რომ ბავშვს სიამოვნებას ანიჭებს და ამითი ბავშვი ერთობა, ხო? ეს იმიტომაც ანიჭებს პრინციპში სიამოვნებას, რომ სტიმულირებას ახდენს ბავშვის ფიზიკის და შესაბამისად ხელს უწყობს მისი როგორც მსხვილი მოტორული უნარების განვითარებას, ასევე მისი, ასე ვთქვათ, კინესთეტიკის, ანუ აი ამ კოორდინაციის უნარის განვითარებას. ანუ და ეს ყველაფერი მე კიდევ კავშირში არის იმასთან, რომ ბავშვი სათანადოდ ავითარებს თავის სხეულს, აოსტატებს გარკვეულ, ასე ვთქვათ, ფიზიკურ უნარებს და შესაბამისად კარგათაც, მოდი ესე ვთქვათ, ყოფით ენაზე რო ვთქვათ, კარგათაც იღლება და შესაბამისად დღის ბოლოს კარგათაც შეიძლება, ასე ვთქვათ, დაიძინოს, დაისვენოს, მოხდეს მოკლედ სათანადოდ მისი ფიზიკური სტიმულირება და შესაბამისად მოახდინოს ბავშვმა ამ, ასე ვთქვათ, ფიზიკური ენერგიის გახარჯვის ფონზე მისი სხეულის უნარების განვითარება. ამასთან ერთად მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი არის სენსორული სტიმულირება, ანუ ბუნებრივ გარემოში, ანუ ეზოში ბავშვებს აქვთ სხვადასხვა მრავალფეროვანი სენსორულ, ასე ვთქვათ, გამოცდილებებთან შეხება, ხო? ანუ ბუნებრივად სთავაზობს ბავშვს სხვადასხვა შეგრძნებით გამოცდილებებს, სხვადასხვა შეგრძნებით ინფორმაციას, ის ითვისებს ინფორმაციას როგორც აუდიალურად, ასევე ვიზუალურად, ასევე შეხების დონეზე, ყნოსვის დონეზე, ხო? ესმის დაუშვათ ჩიტების ჭიკ-ჭიკი, იმას ისეთი ეზოები შემორჩა, სადაც შეიძლება რომ ასე ვთქვათ, ბუნებასთან კონდეს შეხება ბავშვს, ან მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ აი ამ ხრივ ბავშვებს კონდეთ ბუნებრივ რესურსებთან, ხეებთან, ბუჩქებთან, ბალახებთან შეხება, რაც მნიშვნელოვანი არის ისევ და ისევ აი სენსორული სტიმულაციისთვის, შეხების დონეზე, ყნოსვის დონეზე, აუდიალური თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ეს არა მხოლოდ ასტიმულირებს შეგრძნებებს, რაც საბოლოოდ მე ასტიმულირებს ქმნის უნარებს და
ასევე ხელს უწყობს მე ეს ყველაფერი კოგნიტური უნარების განვითარებას. ასევე ძალიან ბევრი კვლევა საუბრობს იმაზე და გვაჩვენებს შედეგებს, კონკრეტულ შედეგებს, რომ ამ ხრივ სტიმულირებული, ასე ვთქვათ, ბავშვი ნაკლებ სტრესს და ნაკლებ შფოთვას განიცდის. ანუ გარკვეულწილად ემოციურ განვითარებაზეც ახდენს, ჯანსაღ ემოციურ განვითარებაზეც ახდენს გავლენას და აი ეს მნიშვნელოვანი დეტალი მინდა დავიმახსოვროთ, ასევე როდესაც გადავალთ და ვახსენებ იგივე დამოუკიდებელი უნარების განვითარებას, როგორ უწყობს ბუნებრივი გარემო და ეზოხელს და ასევე როგორ შეიძლება აი ეს პროცესი გათვალისწინებული იყოს ბაღებში, იგივე, როდესაც მაგალითად ბავშვი გადის ტრანზიციას სახლიდან ბაღში შესვლის დროს, ან როდესაც მას გარკვეული დრო სჭირდება იმისათვის, რომ დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი ახალ გარემოში შესვლისას. ამაზე კიდევ უფრო მეტად გავაკეთებ აქცენტებს, თუმცა ამ სენსორული სტიმულირების შემდეგ მინდა აქცენტი გავაკეთო მესამე მიზეზზე, რაც უშუალოდ დაკავშირებულია კოგნიტურ განვითარებასთან. ანუ გარე თამაში სხვადასხვა თამაშობები იქნება ეს მარკო, როდესაც თამაშობს ბავშვი თუ თავის თანატოლებთან ერთად, ამხანაგებთან ერთად, ხელს უწყობს ისეთი სტრატეგიულ თამაშებში ჩართვას, სადაც მაგალითად მნიშვნელოვანია რომ ბავშვს რაც მაგალითად ბავშვს უწყობს ხელს რომ სხვადასხვა პრობლემები გადაჭრას, რაღაცა გამოსავალი იპოვოს, ან რაღაცები დაუშვათ აღმოაჩინა და ეს რაღაცა აღმოჩენების შესახებ გარკვეული, ასე ვთქვათ, წარმოდგენები შეიქმნას. შეიძლება მაგალითად ისევ ბაღთან თუ დავაკავშირებთ ან სახლში გარკვეულ შემეცნებით პროცესებთან თუ დავაკავშირებთ ამას, შეიძლება წიგნში ნანახი, წიგნში წაკითხული ან ტელევიზორში ნანახი და აღმოჩენილი პროცესები რეალურად ბუნებრივ გარემოში ნახოს, აღმოაჩინოს და დააკვირდეს სხვადასხვა მწერებს, მაგალითად ან ნახოს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, შეხება ჰქონდეს სხვადასხვა ცხოველებთან და ასე შემდეგ. ანუ მნიშვნელოვანია, რომ აი ეს ეზოში ბუნებრივი პროცესში ბავშვი სხვადასხვა კოგნიტურ, ასე ვთქვათ, უნარების განვითარების ხელშეწყობის პროცესში იყოს. ახლა რას გულისხმობს ამასთან მიმართებაში კიდევ აქცენტი მინდა გავაკეთო იმაზე, რომ აი ხშირად, აი დასაწყისში რაც ვთქვი, რომ მოდი ახლა აქეთ ვითამაშოთ და მე უკვე რაღაცა გაკვეთილებს დავესწროთ იმისათვის, რომ რაღაცა სწავლის თვალსაზრისით ბავშვს ხელი შეუწყოთ შემეცნებით უნარების განვითარებაში. აქაც სხვადასხვა კვლევები გვაჩვენებს, რომ თამაშის პროცესში უფრო ადვილად ითვისებს ბავშვი იგივე წიგნიერების უნარჩვევების მხრივ და მათემატიკური უნარჩვევების განვითარების მხრივ უფრო ყოჩაღად ითვისებს ბავშვი გარკვეულ პროცესებს და ინფორმაციას, ვიდრე უბრალოდ აი ესეთი მექანიკური, საგაკვეთილო, სამაგიდო დასწავლის პროცესში. ამიტომ აი ეზოს აქტივობებში, სადაც ბუნებრივად შეიძლება ბავშვმა დაუშვათ ისწავლოს თვლა, რომ აი სამი გირჩი იპოვნა სიტყვაზე, ან ჭიამაიას 5 წერტილი აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამითი უფრო იაზრებს ბავშვი და ან იგივე ეს არის სქელი ხე, დიდი ხე, მაღალი ხე, ეს უფრო წვრილი ენერგი, უფრო პატარა და ასე შემდეგ. ანუ ამითი უფრო იაზრებს მათემატიკურ მოცემულობებს, მაგალითად, რომელიც მე ხელს უწყობს ბავშვს, რომ აკადემიური თვალსაზრისით, აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით წარმატებული იყოს სკოლაში, ვიდრე დავუშვათ ასე უბრალოდ დავსვათ ბავშვი მაგიდასთან ან დაფასთან და რაღაცა დასწავლითი პროცესები დავგეგმოთ მასთან. ამიტომ ამასაც ესე შეხედეთ, რომ ეზო არის საუკეთესო გარემო, მით უმეტეს ისეთ დაბალი რესურსების კონტექსტში დაუშვათ, სადაც შეიძლება მაგალითად სახლში არ ქონდეს იმდენი სათამაშო, ან არ ქონდეს იმდენი რესურსი, რომლითაც ბავშვთან, ასე ვთქვათ, ან ბაღებში, როდესაც ხშირად არის ხოლმე, როდესაც ბაღები ამბობენ, რომ არ აქვთ საგანმანათლებლო რესურსები. ეზო არის საუკეთესო გარემო, სადაც შეიძლება ბუნებრივი რესურსების მოპოვება და ამ ბუნებრივი რესურსებით, წიწვებით, ფოთლებით, არ ვიცი, ნაირ-ნაირი სხვადასხვა რესურსებით, ყველანაირ უნარჩვევაზე და ყველანაირ უნარების განვითარების ხელშეწყობას და საბოლოო ჯამში ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაზე მუშაობა. ემოციური განვითარება ნაწილობრივ ვახსენე, მაგრამ მეოთხე მიზეზად ამას დავასახელებ, ანუ გარე თამაში შეუძლია დაეხმაროს ბავშვებს ემოციების რეგულაციაში და სტრესის შემცირებაში, იმიტომ რომ ესეთი სხვადასხვა კვლევები გვეუბნება, რომ არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ
დასრულების შემთხვევაში, ანუ ადამიანები, რაც უფრო ახლოს ვართ ბუნებასთან, მით უფრო შესაძლებელია რეალურად სტრესის მართვა, შფოთვის მართვა, ბუნება გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო მშვიდად ვიგრძნოთ თავის, სუფთა ჰაერზე ყოფნა, ყოველთვის კარგია და შესაბამისად ესეც ფიზიოლოგიურად და ფიზიკურად კარგ გავლენას ახდენს ჩვენზე სხეულებრივადაც და ასევე კარგ გავლენას ახდენს აი ჟანგბადის მომარაგების თვალსაზრისით და ასე შემდეგ ტვინთან მიმართებაში და შესაბამისად ბავშვი უფრო მშვიდ და ზოგადად ღია ცის ქვეშ, ღია სივრცეში ადამიანები, ბავშვები გაცილებით უფრო მშვიდად და თავდაჯერებულადაც იგრძნობენ თავს. ამიტომ ბუნებაში გატარებული დრო ნამდვილად ამცირებს შფოთვას და ზოგადად დისტრესს, ანუ დისტრესი არის მუდმივი მოცემულობა, ხო, მუდმივად სტრესშია და ძირითადად უფრო უარყოფით სტრესია ამ შემთხვევაში საუბარი. დისტრესის სიმპტომებს ამცირებს, როგორც პატარებში, ანუ ადრეული ასაკის ბავშვებში, ასევე მოზარდებსა და დასრულებში. ანუ ამისთვისაც ასე ვთქვათ, ერთი დიდი პლუსი ეზოს. მეხუთე მიზეზი ეს არის სოციალური უნარების განვითარების მხრივ, გარე თამაშები ბავშვებს აძლევს საუკეთესო ბუნებრივ შესაძლებლობას, რომ ერთმანეთში დაამყარონ ურთიერთობები, გარკვეული როლები, პასუხისგებლობები გაიაზრონ. ხო, ეხლა ჩვენს აი დასრულები ვინც უსმენთ ეხლა ამ ასე ვთქვათ live-ს, გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობა, გავიხსენოთ ის თამაშები, რომელსაც თამაშობდით და როგორი მნიშვნელოვანი იყო ზოგიერთი წესებიანი თამაში, კონკრეტული წესების დაცვა. შესაბამისად, ამითი ბავშვი თუ თამაშში წესების დაცვას სწავლობს, ბუნებრივად და თავის თანატოლებთან ერთად, შესაბამისად, ის სხვა სოციალური წესების დაცვასაც სწავლობს, ანუ ზოგადად უნარს ითვისებს სოციალური წესების დაცვის და შესაბამისად შეუძლია ამ უნარებით უკვე სხვა სოციალური წესების, მაგალითად სტუმრად ყოფნისას გარკვეული ასე ვთქვათ წესების გააზრება, ან ბაღში, ან საგანმანათლებლო სკოლაში, როდესაც სწავლა, იქ რა არის, იქ რა რუტინებია, იქ რა ასე ვთქვათ წესებია დასაცავი, აი ამ ყველაფრის ათვისებას, უკვე ცოდნის დონეზე კონკრეტული წესების ათვისებას, აი ამ სოციალური უნარების გამოყენებით თავისუფლად, ბუნებრივად, უსაფრთხოდ, მშვიდად სტრესის გარეშე და იძულების გარეშე, რაც ყველაზე მთავარია, ახერხებს. და ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ბავშვს ჩვენ კი არ უნდა ვაიძულოთ წესებზე დამორჩილება, არამედ ჩვენ ბავშვებთან ერთად უნდა სწავლობდეთ წესების დაცვას, რაღაცა კონკრეტული სოციალური წესების დაცვას და აი ესეთი საქმიანობები თუ აქტივობები თუ შეიძლება ესე დავარქვათ, ხო, ეს თამაშობები, რომლებსაც გარკვეული სოციალური წესები აქვთ ურთიერთობის მხრივ. სწორედ აი ესეთ ბუნებრივ გარემოშიც ძალიან ბუნებრივად ათვისებადი ხდება. მეექვსე მიზეზი, რატომაც არის ეზოში თამაში აუცილებელი და მნიშვნელოვანი, ეს არის ის, რომ ეზო ასევე ბუნებრივად ავითარებს შემოქმედებითობას და წარმოსახვის უნარს ბავშვებში. ეს ნებისმიერი ესეთი აბსტრაქტული, უბრალო ურთიერთობებიდან დაწყებული, ან ცაში ყურებით დაწყებული ღრუბლებისგან, სხვადასხვა ფიგურების, ღრუბლებში სხვადასხვა ფიგურების და ფორმების დანახვით დაწყებული, დამთავრებული სხვადასხვა ასევე იგივე ბუნებრივი რესურსების აღმოჩენით, ამ რესურსებით, სხვა ფიჩხებით, დაუშვათ ფოთლებით, ტალახით და ასე შემდეგ სხვადასხვა ჩემი ფანტაზიიდან გამომდინარე შექმნილი, ასე ვთქვათ, რესურსებით დამთავრებული ეს ყველაფერი აძლევს ბავშვს იმ თავისუფალ გასახანს, რომლითაც ის თავის ფანტაზიას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და წამყვანი უნარჩვევა არის, მით უმეტეს 3 წლიდან ასაკის ბავშვებში, აი ამას ძალიან, ასე ვთქვათ, არსებითად ხელს უწყობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ისევ კარგი შესაძლებლობა, მდიდარი შესაძლებლობა აქვს ეზოს, რომ ჩვენც როგორც დასრულებმა ბავშვებთან ერთად ამ ეზოში
აღმოვაჩინოთ მრავალფეროვანი შესაძლებლობები ბავშვის ფანტაზიის და შემოქმედებითობის განვითარების ხელშეწყობის. მეშვიდე მიზეზი, რატომაც არის ეზო მნიშვნელოვანი, აქაც ისევ და ისევ თუ დაუშვათ ხედავთ, რომ რესურსები ლიმიტირებული შეიძლება იყოს სახლში ან ბაღში, ენობრივი განვითარების თვალსაზრისით, ეზო ამის ფანტასტიკურ საშუალებას გვაძლევს, ხო, რომ გარემოში გამოვიხედოთ, აღმოვაჩინოთ სხვადასხვა ფიზიკური თუ სხვადასხვა რესურსები, სხვადასხვა საგნები, სხვადასხვა ადამიანები, ანუ ყველაფერთან მიმართებაში შეიძლება იგივე, მაგალითად, თუ გვინდა რომ ბავშვმა ნელა ისწავლოს ფერების ცნობა, ან თუ გვინდა რომ ბავშვმა მაგალითად აღმოაჩინოს დღისა და ღამის შორის განსხვავება, ან თუ გვინდა რომ ამითი ბავშვმა ნელ-ნელა დაიწყოს დროის აღქმა, ანუ რა განსხვავება, ხო, დილასა და საღამოს შორის, ან რა იგივე სეზონების აღქმა, ხო, რა განსხვავება არის ზაფხულსა და ზამთარს შორის და ასე შემდეგ. ბავშვს ბუნებრივ გარემოსთან როდესაც აქვს ურთიერთობა და შეხება, აი ამ ბუნებრივი გარემოს და აი ბუნებრივად ამ ყველაფრის აღქმით უფრო მეტ ინფორმაციას ითვისებს და უფრო საინტერესო თვითრეფლექსიურ შეკითხვებსაც გვისვამს და შესაბამისად საინტერესოც არის ამ ბავშვისთვის, ასე ვთქვათ, სამყაროსთან ურთიერთობა და ჩვენთან ურთიერთობა, ვიდრე დაუშვათ უბრალოდ ნახატებზე დაბეჭდილი 4 სეზონის ნახვა და ასე დაუშვათ ჯოხებით ჩვენება, როდესაც ხშირად აკეთებენ ხოლმე ამას, რომ დაფაზე როდესაც აჩვენებენ, რომ ეს არის გაზაფხული, ეს არის ზაფხული, ეს არის შემოდგომა, ეს არის ზამთარი და ასე შემდეგ. ანუ მნიშვნელოვანი არის დაუშვათ რამდენად მდიდარია ისევ და ისევ ბუნების და გარემოს და ეზოს აღქმა, რომ იქ ბავშვმა ახალი სიტყვების, ახალი სახელდებების, ახალი მოცემულობების გააზრება და განზოგადება მოახდინოს. ამიტომ აქაც გვეხმარება ბუნებრივად, გვეხმარება ბუნება და გარემო. აი ეხლა მე მინდა გავაკეთო მერვე მიზეზად განსაკუთრებული აქცენტი გავამახვილო, როგორ გვეხმარება ეზო მშობლებთან უსაფრთხო და მშვიდ განშორებაში, ან ტრანზიციის პროცესში, როდესაც ბავშვი ბაღში შედის. ეს შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც ბავშვი ბაღში სიარულს იწყებს, თავშოთ როდესაც სულ პირველად მიდის და ეს არის ხშირად დასათვალისწინებელი მომენტი, როდესაც მაგალითად აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში ჯანმრთელობის გამო ან ვირუსების გამო, როდესაც ბავშვს დიდხნიანი პერიოდით უწევს, რომ ბაღში არიაროს და ფაქტიურად თავიდან იწყებს იმ გარემოში მისვლას და შეგუებას და დარჩენას, მაშინ როდესაც დაუშვათ 2 კვირა არ დადიოდა ბაღში და ისევ სახლში დედასთან ან მამასთან ან ბებია ბაბუასთან ატარებდა მარტო დროს. მინდა აქვე აღნიშნო და კიდევ ერთხელ ყველა მშობელს ვთხოვო და ასევე ყველა ბაღის თანამშრომელს გთხოვთ თუ შეიძლება თქვენ მშობლებმა მოითხოვეთ აუცილებლად ეზოში ბავშვების ყოფნა და გასვლა, იმიტომ რომ და თქვენი ჩართულობაც ამ პროცესში, იმიტომ რომ დღესაც ხშირად ძალიან ბევრი შემთხვევის შესახებ და გამოცდილებების შესახებ მსმენია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რომ მშობლებს არ აძლევენ უფლებას მშობელი შევიდეს ეზოში და ეს ბევრი მიზეზით, ასე ვთქვათ, აიხსნება. შეიძლება იყოს, რომ აი შენ რო შემოგიშვა მერე სხვა ბავშვსაც უნდება, ასე რო შემოგიშვებ მერე უფრო ბავშვი ნერვიულობს და თქვენთან განშორება უფრო რთულია და ასე შემდეგ. არაფერ კავშირში არ არის ეს სიმართლესთან. პირიქით, თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვისთვის პირველადი შესვლა ასოცირდებოდეს დაცულ და უსაფრთხო გარემოსთან, აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ მისთვის მნიშვნელოვანი პიროვნება, ვისთანაც ის კარგად გრძნობს თავს და დაცულად გრძნობს თავს, მასთან ერთად შევიდეს ამ ახალ გარემოში და გადასვლა, ანუ მაგალითად იმ აღმზრდელთან ურთიერთობა ბავშვის ასოცირდებოდეს აი დედის თუ მამის ურთიერთობასთან მასთან ერთად და ამის საუკეთესო გარემო არის ეზო. თუ ჩვენ დავუშვათ ხშირად აი მაგალითად პანდემიის კონტექსტში კიდევ უფრო მწვავე წამოვიდა ეს საკითხი, როდესაც შეზღუდული იყო, გარკვეული ასე ვთქვათ, აი რეგულაციები და გამომდინარე მშობლების ბაღის შენობა ნაგებობაში შესვლა მშობლების, თუმცა ჩვენ სპეციალისტები ხშირად უწევდით კონსულტაციას ბაღებს, მშობლებს და ვეუბნებოდით, რომ
აი ისევ და ისევ ეზოსივრცის გამოყენება მომხდარიყო, რომ ეს გარდამავალი პროცესი, რაც ასოცირდება განშორებასთან დაკავშირებულ შფოთვასთან და სტრესთან, ეზოში განხორციელებული იყო. გარკვეულწილად ზოგიერთმა ბაღმა ეს გაითვალისწინა, თუმცა ეს თითქოს ისევ და ისევ ასოცირდა და ჩარჩა პანდემიის კონტექსტთან. როგორც კი პანდემია საბედნიეროდ დასრულდა, შემდეგ ისევ დავუშვათ მოხდა აი ამ შეზღუდვის გაგრძელება და არა მხოლოდ შენობანაგებას, არამედ ისევ და ისევ ეზოს სივრცესაც კი ეხება, როდესაც მშობელს არ აძლევენ უფლებას ეზოში შევიდეს. ამიტომ მინდა ვთხოვო მშობლებს, რომ რადგან პირველადად მშობლები გვისმენენ ამ პლატფორმაზე, რომ აუცილებლად მოახდინეთ პოზიცირება, აუცილებლად მოითხოვეთ, იმიტომ რომ გარე სივრცეები, ანუ ღია სისხლის სივრცეები, გაცილებით უფრო მასტიმულირებელი და მნიშვნელოვანი გარემოა ბავშვისათვის და როგორც გითხარით, როგორც ასე ვთქვათ, აი ამ განვითარების თავისებურებებთან მიმართებაში საუკეთესო მასტიმულირებელი კონტექსტია, ასევე შფოთვასთან, სტრესთან მიმართებაში საუკეთესო წამალი. ანუ ისე შეიძლება ბავშვი აი ამ ბუნებრივ ეზოში, გარემოში ჩავრთოთ, მასთან ერთად ჩავერთოთ რაღაც აქტივობაში და შემოვიერთოთ აღმზრდელი და შემდეგ ეტაპობრივად აღმზრდელთან ერთად ბავშვი შენობაში შევიდეს, იმიტომ რომ ბავშვმა უკვე მშვიდად იგრძნოს თავი, რომ აი ესეთი რაღაცა სასტიკი პროცესები, პირდაპირ ვიტყვი, ეს სასტიკი გამოცდილებები ბავშვებთან მიმართებაში და მშობლებთანაც, ბუნებრივია, იმიტომ რომ თქვენ ხო ნერვიულობთ, არა? აღარ კონდეს და აღმოიფხრას და ამ სასტიკ გამოცდილებაში გულისხმობ, როდესაც მაგალითად ბავშვი შეიძლება ძალით, პირილით, შფოთვარე მაინც შეიყვანონ დავუშვათ ბაღში და ამაზე გითხრან, რომ არაუშავს, ეხლა შენ რო გიყურებს, იმიტომ ტირის, მაგრამ მერე დამშვიდდება. შეიძლება ბავშვი გაჩუმდეს 5 წუთში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი მშვიდად გრძნობს თავს, ან ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვმა მშვიდად და ეტაპობრივად ისწავლა, ანუ ემოციური რეგულაციით ისწავლა ახალ გარემოში შესვლა. ეს ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ მისთვის ყოველი მომდევნო ახალი გარემო ყოველთვის იქნება სტრესის მომგვრელი, შფოთვის მომგვრელი და ამის ფონზე მოხდება, ასე ვთქვათ, ამ გარემოში თუ იქნება კიდეც შესაძლებელი ფუნქციონირება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ადრეულ ასაკში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც ბავშვის ტვინი ვითარდება, ბავშვის უნარები ვითარდება და აი ამ უნარებით იწყებს მერე ის ფუნქციონირებას, ცოდნის ათვისებას, თანატოლებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას, დასრულობაში შესაბამის გადაწყვეტილებების მიღებას. Ნიშნულოვანია ყოველთვის ვიფიქროთ იმაზე, რის საფუძველზე და რის ხარჯზე შევუწყვეთ ხელი ჩვენ ბავშვს, იყო ეს იძულების, დამორჩილების ხარჯზე, თუ იყო ეს აი ამ შესაძლებლობების მიცემის და მშვიდი დაცული უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხარჯზე. ამიტომ ბაღის აღმზრდელებსაც და ბაღის მენეჯმენტსაც მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო, რომ მიაქციეთ თუ შეიძლება ამას ყურადღება, მიუხედავად ამინდისა, გაიყვანეთ ბავშვები ეზოში, შეუწყვეთ, იმიტომ რომ ის წვიმაც უნდა აღმოაჩინონ, ის გუბეებში ჭყლაყუნიც უნდა აღმოაჩინონ, ოღონდ რა თქმა უნდა, აქ ბუნებრივია თანამშრომლობა მშობელთან არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვი ამინდის შესაბამისად იყოს ჩაცმული და შესაბამისად მერე ამის მიხედვით შეძლოს მან, ასე ვთქვათ, ბუნებასთან ურთიერთობა. მეცხრე მიზეზი, ეს არის დამოუკიდებლობა და ამას, ასე ვთქვათ, ცალკე მინდა ამაზე აქცენტი გავაკეთო, რომ გარეთამაში ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს გამოიკვლიოს და მონაწილეობა მიიღოს, მაგალითად ეგრეთ წოდებულ რისკიან თამაშებში და ეს მაგალითად არის იგივე ხეზე აძგომა, ან რაღაცა უფრო შედარებით უფრო გამომწვევ დავუშვათ პატარა ლოდზე აცოცება და ჩამოსვლა, ანუ რა თქმა უნდა, აქ კიდევ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს სათანადო ზედამხედველობით, მაგრამ დასათანადო შესაძლებლობა და ისევ გასაქანი უნდა მიეცეს ბავშვს, რომ რაღაც ბარიერები გადალახოს, რაღაცა გამოწვევებს გაუმკლავდეს, რაღაცა სტრატეგიები მოიფიქროს და გამონახოს, როგორ შეიძლება დავუშვათ აი ამ ორმოს თავი აარიდოს, ან როგორ შეიძლება აი ამ ტოტზე ისე ავიდეს, რომ დაიცვას მისი, ასე ვთქვათ, ფიზიკური უსაფრთხოება. ამას ხელი აუცილებლად უნდა შეუწყოთ, ოღონდ ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ
უნდა მიუშვათ ისე ბავშვი, რომ რაღაცა ცუდ, ასე ვთქვათ, სახიფათო კონტექსტში მოვახვედროთ, ხო? ანუ მნიშვნელოვანია დაცულობა, სათანადო ზედამხედველობა და მიყურადება, ასე ვთქვათ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია რეალურად აი ამ გამოწვევების გადალახვა, ფიზიკური იქნება თუ აი ამ შემეცნებითი პროცესებით, რომ შესაბამისი გადაჭრის გზები იპოვოს ბავშვმა, არის არსებითი და ამაშიც ბუნებრივად ხელს გვიწყობს ეზო, როგორც ბუნებრივი სივრცე. მეათე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის გარემოს დაცვითი ცნობიერება. ანუ რას გულისხმობ ამაში? ეხა და მით უმეტეს კიდევ უფრო აქტუალური ხდება და ზოგადად ისედაც ყოველთვის აქტუალურია, თუ ჩვენ გვინდა რომ გავზარდოთ, ასე ვთქვათ, ჯანსაღი მოქალაქე, ჯანსაღი დედამიწელი, რომელიც ზრუნავს გარემოზე, აი ამ ასაკიდან ეს არის ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, როდესაც ისევ და ისევ ეს უნარების დონეზე შეიძლება გაუჩნდეს და განუვითარდეს ბავშვს, ხო? დაწყებული იმითი, რომ დაუშვათ ნაგავი არ უნდა დაყაროს და უნდა იყოს სივრცეები, სადაც აი ნაგვისთვის ნაგვის ყუთები, ასე ვთქვათ, ეზოში, სადაც მივაქცევინებთ ბავშვს ჩვენი როლური მაგალითით პირველ რიგში როგორ უნდა უზრუნველყოს, როგორ უნდა გადააგდოს სათანადო ადგილას ნაგავი, ამითი დაწყებული, დამთავრებული იმითი და რაც ყველაზე მთავარია, ნუნების მოვლით, რომ არ უნდა დაამტყიოს, არ უნდა დაჩეხოს, არ უნდა გააფუჭოს, არ უნდა დაპუტოს. ხო, ესეც ისევ და ისევ, იმიტომ კი არა, რომ ეს ყველაფერი შეზღუდვებით და აკრძალვებით გავაკეთოთ, რომ აი ეს არ გააკეთო. არამედ იმითი, რომ ბავშვმა რეალურად აღმოაჩინოს, მაგალითად შეიძლება დააყნოსოს ეს ყვავილები, ნახოს ვიზუალურად რა ლამაზია ეს კაკაჩოები მინდორში და არ არის აუცილებელი, რომ მაგალითად გადავპუტოთ ბავშვთან ერთად მთელი მინდორი, რომელიც შეიძლება მერე 15 წუთში უკვე დააჭკნეს, ხო? ანუ აი ისევ და ისევ დაფასება და შეგრძნება ბუნების და აი ამ გზით შემეცნება, ამ გზით შეგრძნება, აღქმა, შეყვარება გარემოსი და შესაბამისად ამ გარემოში მათთან ერთად ჰარმონიულად, აი ამ გარემოში, ამ ბუნებრივ გარემოში ჰარმონიულად ფუნქციონირება. ანალოგიურად ეხება ესეც, რა თქმა უნდა, ცხოველებთან და ფრინველებთან ურთიერთობასაც, ხო? მაგალითად ყველგან ეზოში აუცილებლად შევამჩნევთ ჩიტებს ხიდან ხეზე გადამფრენს, ხო? ან ისევ და ისევ მწერებს, ან პატარა ან შეიძლება შესაძლებლობა მივცეთ ბავშვებს, რომ რაღაცა კონკრეტული ცხოველი მოვიყვანოთ, რომელთან ერთადაც ეზოში ითამაშებენ, პაჭია დაუშვათ, ან კუ, ან ასე შემდეგ და აი ამ პროცესში ბავშვი აკეთებს უამრავ აღმოჩენას. ხო, აი მაგალითად როგორ დადის კუ, ან როგორ დახტის ბაჭია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი მასტიმულირებელი პროცესი მოდის ბუნებრივად ბავშვისათვის და ამ პროცესში აღმზრდელის და მშობელის პრინციპში ნაკლებად იღლება სავალდებულო პროცესების და რაღაცა ვალდებულებების და პასუხისმგებლობის შესრულებით და პირიქით ისიც და ბავშვიც იმდენად ბუნებრივ პროცესში არიან ჩართული, რომ ეს უფრო სასიამოვნო ენერგიის ფწევა, ვიდრე დაუშვათ დღის ბოლოს რაღაცა ძალიან ცუდად დაღლასთან ასოცირებული პროცესი. ამიტომ ამ ხრივაც მნიშვნელოვანია ამას მიაქციოთ ყურადღება. მე-11 მიზეზი ეს არის ინკლუზიურობა, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე როდეს ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ გარეთამაში არის და გარესივრცე, როგორც წესი ღია სივრცეში არსებული კონტექსტი არის უფრო მისაწვდომი ყველა სხვადასხვა შესაძლებლობის ბავშვებისათვის ღია სივრცეში ბუნებაში ყოფნა არ ზღუდავს ბავშვს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ბარიერებით, ხო რაც უფრო ბუნებაში არის, უფრო ხეებში, ბალახებშია და ასე შემდეგ. შესაბამისად უფრო უნივერსალურად, ბუნებრივად უნივერსალურად დიზაინირებული, ასე ვთქვათ, გარემო და ამ გარემოში უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა სხვადასხვა შესაძლებლობის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, რომ ერთმანეთთან ჰქონდეთ, თანატოლებთან ჰქონდეთ ურთიერთობა და აი ამ ბუნებრივ კონტექსტში შეძლონ, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან ურთიერთობა და თამაში. და ბოლოსკენ მინდა აქცენტი გავაკეთო ჯანმრთელობით ნაწილზე და ვფიქრობ ეს ძალიან აქტუალურია იქიდან გამომდინარე რომ თითქოს მოდი ესე ვიტყვი დავიჯერეთ რომ ეს ბუნებრივია რომ ბაღებში სულ ვირუსებია
ბავშვები სულ ვირუსდებიან და ეს არის ჩვეული მომენტი. ჩვეული მომენტი იმიტომ არის, რომ ფაქტიურად ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ თუ შევადრით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას, ხო, იგივე მაგალითად სკანდინავიურ გამოცდილებას, სადაც გაცილებით უარესი ამინდები არის და გაცილებით მეტი სიცივეც შეიძლება იყოს სხვადასხვა სეზონზე, ხო? ანუ არ არის ბაღთან ასოცირებული ამდენი ვირუსი, ამდენი ასე ვთქვათ, ასეთი სიხშირე ვირუსებისა და დავირუსებისა და ამასთან მიმართებაში მარტო ჩემი სიტყვები რომ არ იყოს, მინდა რამდენიმე კვლევის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ასე ვთქვათ, კვლევის შედეგები მოვიშველიო და გითხრათ, აი მაგალითად გარემოს ჯანმრთელობის კვლევის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო კვლევა, რომელსაც აჩვენა, რომ სკოლამდელ ბავშვებს, რომლებიც უფრო მეტ დროს ატარებდნენ გარეთ, ანუ ღია ცის ქვეშ თამაშში, უფრო ძლიერი იმუნური სისტემა ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც მეტ დროს ატარებდა მხოლოდ შენობაში. ანუ ბუნებაში ყოფნა ბავშვის იმუნურ სისტემას აძლიერებს, რაც შესაბამისად გავლენას ახდენს იმაზე, რომ მის ორგანიზმს მეტი რეზისტენტობა ჰქონდეს ამა თუ იმ ვირუსთან მიმართებაში, ხო? ანუ ესე პირდაპირად ჩვენ ესე აქსიომად ვერ ვიტყვით, რომ რადგან ეზოში ატარებს დროს, ამიტომ ვირუსი არ მიეკარება ბავშვს, მაგრამ ზუსტად და დამტკიცებულად შეგვეუბნება სხვადასხვა კვლევა, რომ რაც უფრო მეტი შეხება აქვს ბუნებასთან ბავშვს და სუფთა ჰაერზე თამაშობს და შესაბამისად ეს მხოლოდ ფიზიკურ სიამოვნებაში კი არ გამოიხატება, არამედ ფსიქიკურადაც ეს დადებით გავლენას ახდენს მასზე, მით უფრო მეტია იმისი შესაძლებლობა, რომ ბავშვს აქვს მაღალი იმუნიტეტი, იმიტომ რომ იმუნიტეტი მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობიდან არ გამომდინარეობს, თუ ბავშვი მუდმივად დაძაბულია, სტრესშია, შფოთვაშია, სუცუთხასიაძეა, სუეშინია, ესეც ახდენს მის იმუნიტეტზე გავლენას. მით უმეტეს ადრეული ასაკის ბავშვებში, ხო, როდესაც შეიძლება აი ამ ფსიქიკურმა სტრესმაც, ამ ემოციურმა სტრესმაც გავლენა მოახდინოს მის სომატიკაზე, მის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მის ორგანიზმზე, სიცხე მაუწიოს, თავი ასტკივდეს, მუცელი ასტკივდეს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ძალიან რეალურია და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აი ამ ხრივ ყურადღება მივაქციოთ ამასაც და ისევ ბაღებსაც ვთხოვოთ, რომ ბავშვები გაიყვანონ გარეთ. ბავშვებს მისცენ შესაძლებლობა, რომ ეზოში ჰქონდეთ იგივე კურიკულუმით გათვალისწინებული ძალიან ბევრი აქტივობა, რომელიც არის დაგეგმილი შენობა-ნაგებობაში და ხორციელდება შენობა-ნაგებობაში, რეალურად გაიტანონ გარეთ და ჰქონდეთ შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, იგივე აქტივობები განახორციელონ ღია ცის ქვეშ ბუნებრივ გარემოში. ასევე შემიძლია მოვიყვანო კიდევ ერთი მაგალითი, ეს არის პედიატრიის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც სხვათა შორის უფრო 2000-იანი წლების დასაწყისში ჩატარდა, თუმცა მსგავსი კვლევების შემდეგ მომდევნო წლებში ჩატარდა და ასე ვთქვათ, ადასტურებს აი 2001 წლის კვლევის შედეგებს, რომ ბავშვებს, რომლებიც მონაწილეობდნენ გარეგანათლებით პროგრამებში, ჰქონდათ სისხლის თეთრი უჯრედების უფრო დაბალი დონე, რომელიც დაკავშირებულია ანთებასთან. ხო, მოგეხსენებათ, ეს როგორ ასე ვთქვათ, თუ დავუშვათ რაღაც ანთებითი პროცესი მიდის, ამ შემთხვევაში სისხლის თეთრი უჯრედები უფრო მეტია ორგანიზმში და შესაბამისად ეს გავლენას ახდენს ბავშვის იმუნიტეტზე. ამიტომ ამ ხრივაც, აი ამ სამედიცინო თვალსაზრისითაც ძალიან ბევრი კვლევა გვეუბნება, რომ ეზო, გარე სივრცე, სუფთა ჰაერი, ღია ცის ქვეშ ყოფნა დადებით გავლენას ახდენს ბავშვის იმუნიტეტზე. ანუ ანთება, იმუნური პასუხის ძირითადი კომპონენტია მოგეხსენებათ და ქრონიკული ანთება დაკავშირებულია ჯანმრთელობით პრობლემებთან. ანუ თუ ეს ხშირია და თუ ეს მუდმივია, ეს უკვე შეიძლება ქრონიკულ მდგომარეობაში გადავიდეს. ამიტომ შეცადეთ, რომ გააქტიუროთ ეს უბრალოდ კვირაში ერთხელ მოვლენა კი არ იყოს, დავუშვათ, რომ ბავშვთან ერთად ეხლა თბილისის კონტექსტში ვიტყვი, ბოტანიკურ ბაღში, ან კუს ტბაზე, ან ლისის ტბაზე გავისეირნოთ ხოლმე ბავშვთან ერთად. არამედ გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობაც და გავიხსენოთ, როგორი
მნიშვნელოვანი იყო ეზოში ყოფნა, თანატოლებთან თამაში, თუნდაც დასვრა მაისურის ფეხების, ხელების და ასე შემდეგ და მერე არაუშავს რომ დაესწრებათ ტანსაცმელი, ძალიან ხშირად ესეც მსმენია, როდესაც მაგალითად აღმზრდელები ჩივიან და შფოთავენ მშობლების მოთხოვნებზე, რომ რატო დაისვარა შარვალი, რატო გაეხა ეს მაისური და ასე შემდეგ. მაისურისზე მნიშვნელოვანი და შარვალზე მნიშვნელოვანი არის თქვენი ბავშვის ფსიქიკა, თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა და ამიტომ თუ შეიძლება მშობლებმა მოითხოვეთ მეტი ეზო, აღმზრდელებო მიეცით შესაძლებლობა ბავშვებს და მშობლებს ერთმანეთთან ურთიერთობის და ბავშვების თანატოლებთან ურთიერთობის ბაღის ეზოებში. ასევე ძალიან საინტერესო კიდევ ერთი კვლევის შედეგი მინდა გაგაცნოთ, ეს არის გარემოს დაცვითი კვლევისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ უნებრივ გარემოზე ზემოქმედებას შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე სტრესის შემცირებით. ანუ ნახეთ, აქაც კიდევ ერთხელ აი წეგან რაზეც საუბრობდი ემოციურ კომპეტენციებთან მიმართებაში, ხო, ან იგივე როდესაც ბავშვი მაგალითად არ შემოდის, არ უნდა თავს იკავებს დედის ან მამის ფეხებს უკან იმალება და არ უნდა, ასე ვთქვათ, ბაღში შესვლა, ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ქონდეს სიმორთხვიდან დაწყებული, დამთავრებული იმით, რომ სრულიად არა საინტერესოდ თulis იმ გარემოს, ან სრულიად არ თulis, რომ იქ რაღაც უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ან ხშირად არის ხოლმე, როდესაც ბავშვები მაგალითად ბავშვებს ერთი მოთხოვნილება აქვთ, სურვილი აქვს ეზოში თამაშის, ამ დროს ოთახშია და არ უნდა, უბრალოდ არ არის მისთვის ეს საინტერესო. და აი ამის გამო ეს მერე ემოციურ შფოთვასთან, ემოციურ სტრესთან კავშირდება და იკვრება ეს წრედი, რომ ბაღში ყოფნა არასაინტერესო, ან ბაღში ყოფნა სტრესულია, არასასიამოვნოა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ეზოს გარემოც, ეს რაღაცა ბუნებრივი გარემო გამოვიყენოთ აი ამ სამკუთხედის შეკვრით აღმზრდელს, ბავშვსა და მშობელს შორის. ამ გარემოში აღმოვაჩინოთ ერთმანეთი, მშობელიც ნახავს, რომ აი ეს ანუ მშობლისგანაც რაღაცა ვერბალური უკავშირი შეიძლება წავიდეს, რომ რა საინტერესოა ყოფნა ეზოში, მაგალითად ლეკუნა მასწავლა აღმზრდელთან ერთად ყოფნა და შემდეგ უკვე ეტაპობრივად ეს ლეკუნა მასწავლებელთან ერთად შევიდეს, დავუშვათ, ბავშვი უკვე შენობაში სხვა თანატოლებთან ერთად და ეს იყოს ასეთი უსაფრთხო გარდამავალი პროცესი ბავშვისათვის და არა იძულებით უზრუნველყოფილი განშორება. აი ამ დეტალებზე მინდოდა პრინციპში მე თქვენთვის ყურადღების გამახვილება. ანუ ერთის მხრივ ჩვენ ვისაუბრეთ განვითარების თავისებურებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან მიზეზებზე, დავუშვათ ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით, სენსორული სტიმულირების, სოციალური უნარების, ემოციური უნარების თვალსაზრისით, კოგნიტური განვითარების მხრივ და ასევე შემოქმედებითი წარმოსახვითი უნარების განვითარების, რატო არის ეზოში ყოფნა მნიშვნელოვანი, ასევე რა თქმა უნდა ენობრივი განვითარების თვალსაზრისით. აქცენტი გავაკეთეთ მშობელთან უსაფრთხო და მშვიდ განშორებაზე. და კარგ სტრატეგიაზე, საუკეთესო გარემოზე ბაღში ტრანზიციასთან მიმართებაში, იქნება ეს პირველადი შესვლა თუ იქნება ეს დიდი ხნის შემდეგ, ასე ვთქვათ, ბაღში დაბრუნებასთან დაკავშირებული პროცესი. კიდევ რამდენიმე მიზეზად დავასახელეთ დამოუკიდებელი უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის საუკეთესო ბუნებრივი ადგილი, გარემოს დაცვითი ცნობიერებისთვის არაჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, სტრატეგია, ინკლუზიურობის ხელშეწყობა და ბოლოს ჯანმრთელობასთან მიმართებაში. აი ამ 12, ასე ვთქვათ, 12 მიზეზიდან გამომდინარე, არსებითი და მნიშვნელოვანი და აუცილებელია გავიხსენოთ დიდებმა, რომ ეზოში ყოფნა არის აუცილებელი ბავშვის ჯანსაღი განვითარებისათვის და ჯანმრთელი ხარისხიანი ხელშეწყობისათვის მისი განვითარების. ამიტომ წარმატებებს გისურვებთ ყველას, დიდი მადლობა იმისათვის, ვინც ასე ვთქვათ, უშუალოდ ლაივში გვისმენდით და იმედი მაქვს ეს ჩანაწერი, ვინც მე ჩანაწერს ნახავს, თქვენთვის იქნება სტიმული და мотиваცია მშობლებმა ჩაიყვანოთ ბავშვები ეზოში და ხელის უწყოთ მათ ეზოში თამაშს და ასევე დაადვოკატიროთ ეს საკითხი ისევ და ისევ ბაღთან და ბაღის მენეჯმენტთან, აღმზრდელებთან, მენეჯერებთან
რომ ბავშვები გაიყვანონ ეზოში და აღმზრდელებისათვის და ბაღის მენეჯერებისათვის, რომ არ აუკრძალოთ მშობლებს ეზოს სივრცეში მათ ბავშვებთან, მათ შვილებთან, ასე ვთქვათ, თანმიმდევრული უსაფრთხო განშორების ორგანიზება. პირიქით, ეს თქვენს პრაქტიკაში დაგეხმარებათ, რომ ბავშვი უფრო წყნარად და მშვიდად გრძნობდეს თქვენთან დღის განმავლობაში თავს. ძალიან დიდი მადლობა, იმედი მაქვს საინტერესო იყო და კარგად ბრძანდებოდეთ.